თითქმის ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში გვხვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი განათლება. ამ იდეას ისე ასაღებენ, როგორც განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას ყველასთვის. მაგრამ როგორია ფაქტები? ვინ რჩება რეალურად მოგებული? ვინ არის ის ხალხი, ვინც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლობს? ისინი ძირითადად საშუალო და ზედასაშუალო ფენის ოჯახების წარმომადგენლები არიან. ზოგჯერ დაბალი ფენიდანაც გვხვდება ვინმე, თუმცა მათი რიცხვი მცირეა. საშუალო და ზედასაშუალო ფენის წარმომადგენლები საჯარო განათლებას ყველაზე ხანგრძლივად იყენებენ. იძენენ ახალ უნარებს და აყალიბებენ კარგ სანაცნობო წრეს, რაც მათ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღებაში ეხმარება. ამ ყველაფერს გადასახადის გადამხდელები იხდიან. მათ შორის დაბალშემოსავლიანი ოჯახებიც არიან, რომელთა შვილებიც იშვიათად აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტში და თუ აგრძელებენ, ხშირად მალევე ანებებენ თავს. ფრიდმანმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული განათლება შერაცხა პროგრამად, რომელიც ღარიბ მოსახლეობას გადასახადებს აკისრებს იმისთვის, რომ მდიდარი მოსახლეობის შვილებმა საუნივერსიტეტო განათლება მიიღონ.